სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს გახლავთ საუფლო დღესასწაული, რომელიც მიძღვნილია იმ მნიშვნელოვან დღეს, როცა ყოვლადწმინდა ქალწული მშობლებმა ზაქარიმ და იოაკიმ და ანამ მიიყვანეს ტაძარში და შესწირეს ის ღმერთს, როგორც არის ნათქვამი. და ეს არის დღე, როცა ღვთისმშობელის ცხოვრებაში იწყება ახალი ტაძრისეული ცხოვრება, განწმენდისა, დაღვინებისა და ღვთის მთლიანად მინდობისა და მიძღვნისა. ეს დღესასწაული, როგორც ეკლესიაში დადგენილი და მსახურებითი, არის მოგვიანობითი მოვლენა. ეკლესიამ მერვე საუკუნემდე არ იცოდა ამ დღესასწაულის შესახებ. ყოველ შემთხვევაში არ აღნიშნავდა ამას. ბევრი რამ ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ემატებოდა, თუმცა მისი წარმოშობა იყო დაკავშირებული პირდაპირ მაცხოვართან და პირველ ეპოქასთან, ქრისტიანობისა პირველ საფუძვლებთან. მაგრამ რატომღაც ესე მოხდა, რომ მერვე მე-9 საუკუნემდე არ აღნიშნებოდა ეს დღესასწაული და ხომილიებით და ევხოლოგიონებით იქმნება უკვე მოგვიანებით. რაც იმას მიუთითებს, რომ ყველაფერი ეკლესიაში ერთდროულად არ შექმნილა, არამედ საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა, იღვინებოდა და გამოიწრთობოდა ხოლმე, როგორც ოქრო გამოიწრთობა. თავისთავად ისტორია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა სახარებაში და წმინდა წერილში არ გვაქვს. მხოლოდ აპოკრიფებშია, იაკობის სახარებაში, მათეს ფსევდომათეს სახარებაში, მისი შობაც, ღვთისმშობლის ცხოვრებაც, ტაძრად მიყვანებაც და ასე შემდეგ განცდაც და მისი დაქორწინებაც. და ამიტომ ეკლესია ძალიან უნდობლურად ექცეოდა ტექსტებს, რომელიც იყო აპოკრიფული, ანუ არ იყო მიღებული, იმიტომ რომ შეიცავდა ბევრ ზუსტობას. ამიტომაც დაგვიანდა მისი, თქვათ, საყოველთაო აღიარება და რაღაც მთავარ 12 საუფლო დღესასწაულებში მისი საკადრისი ადგილის მინიჭება. ჩვენ ღვთისმშობლის ყოველ დღესასწაულზე ვიხსენებთ იმ მოვლენას, როცა მაცხოვარი შედის მარიამის და მართას ოჯახში, ლაზარეს ოჯახში და იქ მართა ემსახურება, მარიამი ფეხთ ქვეშ ზის და უსმენს. და ეს რაღაცა ესეთი სახეა, იცით, ყოველ ღვთისმშობლის დღესასწაულზე სახარება ერთ და იგივე იკითხება, ხო? და ეს არის სწორედ მართა და მარიამის ყოფნა მაცხოვრის წინაშე. ერთი ემსახურება და როგორც გადმოგვცემენ მისი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა სწორედ გარეგნული მსახურებითი ფორმა ღმრთისა და მეორე სულიერი, რომელიც უსმენს მაცხოვარს, ანალიზებს, ფიქრობს და შინაგან საღმრთო კავშირს განსწრებს. ეს ორი ფორმა ადამიანის ცხოვრებისა და ორივე ყოვლადწმინდა ქალწულმა ერთმანეთში გააერთიანა და ერთ დედა ღვთისმშობელშია ის ერთიანად წარმოდგენილი. და ის მსახურებდა ფიზიკურად, ემსახურებოდა ადამიანებს, ხალხს, მოციქულებს მოგვიანებით, მაცხოვარს მანამდე და სულიერად ხომ გაგრძნობილი იყო სულიწმინდის მადლით და სამღვთო ჭრეტელობა გააჩნდა და დიდი მოწიწება და სულიერება, ისე რომ მთელი მოციქულები მასთან დადიოდნენ, შემდეგ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ და მისგან იღებდნენ რჩევა დარიგებას და კურთხევასაც. ღვთისმშობელი არის როგორც ყველაზე დიდი ადამიანი სამყაროში,
ვინც კი შობილა კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან მის მწვერვალს არავის არ მიუღწევია თავისი სიწმინდით და ღვთისადმი მინდობით და თავისი პირადი ნამუშაკარით. ანუ თვითონ ეს გამორჩეულობა კი არ აძლევდა ღვთისმშობლის პრივილეგიას, არამედ ღვთისმშობელმა თავისი ძალისხმევით და საღვთო სიყვარულით მიაღწია იმ სიდიადეს, რომლის შემდეგაც მოხდა უდიდესი საიდუმლოება კაცობრიობის ისტორიაში და მაცხოვარი სწორედ იმ ჭურჭელში განკაცდა, რომელიც ყველაზე განწმენდილი იყო და ღვთისთვის სათნო იყო და ამ სიმაღლეზე ყოვლადწმინდა ქართული თავისი ძალისხმევით, თავისი მოღვაწეობით და სამღვთო მადლით ავიდა და განიბრწყინა. ღვთისმშობელი თითოეული ჩვენთაგანის დედა, არა მარტო მაცხოვრის და ჩვენ როგორც ღვთისმშობელმა ჩვენ გულში უნდა ვშვათ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამისთვის მისი მიუღება და ძალისხმევა და მისდამი ლოცვა არ უნდა დავიშუროთ, დავიზაროთ, არამედ პირიქით ყოველთვის ღვთისმშობლის სადიდებელს და მისდამი თხოვნას ყოველთვის უნდა ვახერხებდეთ მთელი ცხოვრების და დღის განმავლობაში. პატრიარქიც გვეუბნება ხომ სულ რომ ღვთისმშობელს მიმართეთო, ვინაიდან ყველაზე დიდი მეოხი ის არის თუ გახსოვთ ესეთი სცენა კანას გალილეაში, რომ მაცხოვარს ეუბნებიან, რომ არ არის ღვინო გათავდა, ღვინო დაგვიმთავრდა და ღვთისმშობელი ეუბნება, რაიმე მოიმოქმედე, რომ ადამიანი უხერხული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. და მაცხოვარი უარს ამბობს. და ღვთისმშობლის დაჟინებული მოთხოვნით აკეთებს. ამის შემდეგ დადგა ეს მისი საყოველთაოდ მოხმობის სურვილი და წყურვილი ქრისტიანებში, რომ ესე იგი მაცხოვრის დიდი მეოხება და დიდი კადნიერება აქვს ღვთისმშობლის მაცხოვრის მიმართ, ამიტომ ყველა ვევედრებით მას, რომ მეოხი იყოს ჩვენი ყველას და თითოეული ჩვენთაგანის და ამიტომაც ხშირად უნდა წარმოვთქვათ ხოლმე ღვთისმშობლის პატარა ლოცვები, პოპარია, კონდაკია, სადიდებელია. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მრავალ დაესწარეთ.